არსებობს წიგნის დაწვაზე საშინელი დანაშაული, მაგალითად არ წაიკითხო წიგნი. რეი ბრედბერი. წიგნები საუკეთესო მეგობრები არიან. ცხოვრების ყოველ გასასვლელში შეგეძლიათ მათ მიმართოთ. წიგნები არასოდეს გიღალატებენ. ალფონს დოდე. წიგნები აზრის ხომალდებიან, შანთატალღებში რომ მიცურავენ და ზრუნვით გადასცემენ ძვირფას ტვირთს თაობიდან თაობას. ფრენსის ბეკონი. ეძებეთ ისეთი ადამიანები, ვისთანაც საუბარი კარგი წიგნის ტოლფასია და ეძებეთ წიგნები, რომელთაც აკითხვა უტოლდებოდეს ბრძენთან გასაუბრებას. ვიქტორ ბუასტე. უწიგნო ოთახი იგივეა, რაც უსულო სხეული, ციცერონი. არსებობს ისეთი ცუდი წიგნი, რომელშიც არ მოიძებნებოდეს რაიმე ჭკუის სასწავლი. სერვანტესი. უწიგნოთ, თვალთახედვის ის არის მოკლეა. ილია ჭავჭავაძე. სადაც წვავენ წიგნებს, საბოლოოდ ადამიანებსაც დაწვავენ. ჰაინრიხ ჰაინე. ყოველი ნორმალური მოთხრობის საკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ და უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი. გურამ დოჩანაშვილი. კარგი მეგობრები, კარგი წიგნები. ეს არის იდეალური ცხოვრება. მარკ ტვენი. ვისაც წიგნის კითხვა უყვარს, მას მუდამ ყავს გვერდით ერთგული მეგობარი, ხიარული თანამოსაუბრე, ძენი მრჩეველი და დამრიგებელი, ისიდორ ბარო. ადამიანი კარგი წიგნით ხელში არასოდეს მარტო არ იქნება. კარლო გოლდონი.